ტრანსპორტის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტუალეტის გვერდით აი პირდაპირ ერთი კედელი აქვთ არის ობიექტი. ჯერ გვეგონა რომ ეს არის უბრალოდ ეზო, კერძო სახლი, მაგრამ აღმოჩნდა რომ აქ არის სამქრო და აქ ამზადებენ გასაყიდად საცხობის პროდუქციას. ხედავთ რომ აქ არის თაფალკვერა, რომელსაც რატომღაც რუსულად აწერია პრიანიკი. ეხლა გაჩვენებთ მადონა ყველაფერს რაც ხდება შიგნით, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ სახალხო კონტროლმა, მე კი უბრალოდ ეზოს დავათვალიერებ. გიყვარს ტკბილეული, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხა იმდენად აღელვებული ვარ, როდესაც საპირფარეშოს ვამოწმებდით, მარიკა ფეხი არ დააბიჯო, იმიტომ რომ ეს ვინმე უნდა იყიდოს და ვინმე უნდა ჭამოს და ფეხში ნუ გათელავ, ძალიან გთხოვ. ნახეთ, აი ასე ხდება დაფასოება და შემდეგ გადის დიდუბის ბაზრობაზე და ჩვეულებრივად იყიდება. გაღებული კარი ვნახე და შემოვედი. დამაინტერესა, იმიტომ რომ აი ტკბილის სურნელი, რაღაცნაირი სუნი იყო განსაკუთრებული და მივხვდი რომ აქ რაღაცა უნდა იყოს და რა თქმა უნდა ყნოსვამ არ მიღალატა. ყველა კი არ მაქვს ამხელად ცხვირი, ნახეთ. აი, პრიანიკები, ნახეთ. ჯერ რუსულად აწერია. ესეც შეცდომაში შეყვანა და ფალსიფიკაცია. ნახეთ, ეხა შეხედეთ, აი ეს არის საწარმო, სადაც მზადდება თაფლაკვერა. არ იფიქროთ, რომ რამე ვამატებდეთ, რო შემოვედი, აი ეხა ფეხები მიკანკალებს, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი და ნერვიულობ. საქართველოშია წარმოებული, ხო რუსულად რატო აწერია, არ ვიცი, რატო ფიქრობენ, რომ საქართველოში ცხობა არ იციან და ამიტომ რუსული უფრო მიმზიდველი და უფრო გაყიდვადი იქნება. მე მაგალითად საქართველოში ნაწარმი პროდუქტი ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ უამრავი ძალიან მაგარი პროდუქცია გვაქვს, რომელიც სხვათა შორის ძალიან ხშირად რო დავდივარ მივლინებებში დამაგ და ყველას ძალიან მოწონს და სხვათა შორის ძალიან ბევრი ქვეყნიდან მიკავშირდებიან და მეუბნებიან, როდესაც ქართული წარმოების პროდუქტია, ეს არის უვნებლობის და ეს არის ნატურალობის გარანტიაო და ამიტომ ძალიან მოწონთ ქართული პროდუქცია, მაგრამ ეს რო ნახონ, გეხორცებთ ვინ იყიდით ჩვენ პროდუქციას და საერთოდ აი წარმოიდგინეთ როგორ შევცხვებით. ეხლა ნახეთ, აბლაბუდებზე რო ვკივივარ, ნახეთ აი როგორი აბლაბუდებია, შეხედეთ. თუმცა იქ ცოტა რთულია ჩამოწმენდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს აკეთებდნენ, უნდა გაითვალისწინებიათ. კედლებზე ნახეთ, რამდენი მტვერია და კედლები ისეა გაკეთებული, რომ ზუსტად მტვერი ჯდება და ჩამჯდარიც არის და ეს ყველაფერი ორპირის შემთხვევაში ცვივა. ზედაპირები ნახეთ, რა მდგომარეობაში, ამას შეხედეთ, აი ამას შეხედეთ. გული მერე ვარ, ასაშინელებაა, ნახეთ. ეს არის თაფლაკვერა, შეხედეთ. აი ეს ნახეთ, აი რა მდგომარეობა, ეს არის საწარმო, რომელშიც მერწმუნე ცურსათის ეროვნული სააგენტო არასდროს არ ყოფილა და ელემენტარულად აი შემოიხედეთ ასეთ ადგილებში და ნახეთ, მე თუ პოულობ, თქვენ რატო ვერ პოულობთ, ამას ვერ ხვდები. მართლა არ ვიცი, აი აქ ნახეთ, ზედაპირების მთლიანობა, როცა ვიძახი, აი აქ რომელ მთლიანობაზეა, ნაგვის ბუდია, ნახეთ, ყველაფერი აბსოლუტურად გამოყენებულ. მეორად, ტომბრებზე არის დაყრილი აი ეს პროდუქცია, რომელიც ყოვლად დაუშვებელია. არ ირეცხება, ნახეთ, რაზეც იზილება, უბრალოდ აი იწმინდება და აი მერე შეხედეთ, ამაში ისევ და ისევ ჩაალაგებენ. ნახეთ, აი ეს ამას ყველაფერს გამოიყენებენ, ნახეთ, ამაში ყრიან და მერე ალბათ აფასოვებენ. აი მინდა რომ ქვევით შეიხედოს ოპერატორმა და განახოთ აქ რა მდგომარეობაა, შეხედეთ, რა ზე სიბინძურია და ზე კოშმარია. ნახეთ, ეს კარები ალბათ არ იღება, იმიტომ რომ აბლაბუდა ისე კომფორტულად არის აშენებული და ამიტომ იმ კარებს არ ვეჭიდავები, მაგრამ აი ეს სიბინძურე ნახეთ, აი აქ რა ხდება, აი აქ შეხედეთ, გული მერევა, ნახეთ, პროდუქცია ეს ყველა ჩვენ დახლებზე დევს და იყიდება, ეს საშინელება იყიდება, ნახეთ. ეს არის სავარაუდოდ ვირთხების ბუდე, ეს არის საწარმოში. შეხედეთ, აი ტრაპის გაკეთებაც კი არ იკადრეს, ეს არის პირდაპირ საწარმოში, გული მერევა, ნახეთ, რა მდგომარეობაშია. შეხედეთ, აი ნახეთ რა მდგომარეობაა, ნახეთ და აი ეს არის სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი რეალობა. ეს არის ტკბილეული საწარმო, ეგრეთ წოდებული საკონდიტრო, სადაც აკეთებენ თაფლაკვერას. ძალიან მწუხვარ. წყალის მრიცხველი არის, ცხელი წყალი რა თქმა უნდა არ არის. ცხელი წყალი არ არის და ხელს ალბათ აქ ხელს კი არა ტერიტორიაზე არ ალაგებენ და ხელს ვინ დაიბანს, რაში ჭირდებათ? არანაირად.
აქ ტერიტორია აქვთ და ჩვეულებრივად მუშაობენ და ფულს შეუვლობენ ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯს. მე არაფერს აღარ ვიტყვი იმაზე, რომ ძალიან ბევრი კატა, ძაღლი, ძალიან ბევრი ცხოველია და აქვე არის ღია ეს საამქრო სატრანსპორტო ქუჩა ნომერი 10. ზუსტად ეს ის მისამართია, რომელზეც ახლა ვართ ჩვენ და აი ნახეთ ეს პროდუქცია რა პირობებში ცხება და მზადდება, აქვე რაღაცა ტილოები, პალტოები, რაღაცეები გამოფენილია და უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ, აი ეს არის, აი ვერც გეტყვით რა არის, წინ საფარია, დაობებულია, გაუბედურებულია, აი ნახეთ. არ ვიცი, ეს წინ საფარს გავს, მაგრამ აი ამაში როგორ მუშაობენ. ნახეთ. არ იღუნება წინ საფარი, არ იღუნება. ნახეთ როგორი ბინძურია. აი უბინძურესი და რაღაცა აქვე რაღაც ხალიჩა, აი ვერ გეტყვით რამდენი რაღაცა ნაგავი ყრია აქ. ეს არის ფართუკი. ხო, ველის ფართუკი. გასაგები, ეგეთი უნდა იყოს. წინ საფარი. გასარეცხად. ანუ ეგეთი უნდა იყოს, ეს არის მე მგონი საუკუნის გაურეცხავი. საუკუნის გაურეცხავი, საერთოდ რამე გარეცხილი. მუშაობს, გამოგიწვიათ ქალბატონო, რამე. თქვენ ჯობია. გამოგიწვიათ ხმა არ რამე. მოიღოთ ახლა სიცხვილით. გამოგიწვიათ თქვენი რამე. საწარმოა ეს? ჩემი არ არის. აბა რატო შემოდიხართ და რატო შედიხართ ახლა დიალოგში? თქვენია? ჩემი არ არის. მაშინ დაუძახეთ ვისიც არის და მან არ არის აქ გასული. თქვენ რატო საუბრობთ? ამბობ, თქვენ რომ რატო ბინძურია? შემოდიხართ? ეს არ არის გასარე- ბინძური, ქალბატონო. გასარეცხია მერე. გარეცხავს ადამიანი და გამოიტანა რომ ვაიმე რამ ხელამ ტოერე წამოდი. ქალბატონო, კი არა, ეს არის ფქვილთან ძალიან მუშაობს გთხოვთ, ადამიანი. ძალიან გთხოვთ, გამეცალეთ ახლა. თუ თქვენი არ არის, თუ თქვენ არ გეხებათ, თუ თქვენ რა არის წინ საფარი, თქვენ უბინძურეს. დადო გასარეცხად. ქალბატონო, თქვენ მოდით, ნუ საუბროთ იმ ადამიანის ნაცვლად, ვინც აქ მუშაობს. საუბრობთ დეზინფორმაციას რატო რა არის? წინ საფარი არ არის? ჭუჭრიანი არ არის? გასარეცხია. გამოიტანა გასარეცხად. რატო ყვირით? რატო ყვირი და რატო რატო ავცელებ დეზინფორმაციას? თუ უცხო და მე დეზინფორმაცია არ მithქვია არც ერთი სიტყვა. თუ თქვენ აქ არ მუშაობთ, რატო აქ არ ცხობ, ავცელებთ აქ დეზინფორმაციას? რატო შემოდიხართ და რატო მელაპარაკებთ? ამიხსენით. თუ თქვენი არის, მაშინ თქვენ დაგისვამთ კითხვა. აქ არის გარეთ ტერიტორია კიდე რომელსაც ხმარობენ. აი აქ ნუ კვერცხის ნაჭუჭები არის სავარაუდოდ, აქ აი კამფეტები არის ალბათ სარეალიზაციოდ გასატანად უკვე გამზადებული, ნახეთ. აქ არის აი კოშმარი სრულია და სამარცხვინოა, ნახეთ აი რა ხდება, აქაც ღუმელია, მაგრამ არ მუშაობს. აი აქ ეს არ ვიცი რა არის, რისთვის ხმარობენ. ვერ გეტყვით, რატო ინახავენ ამ ნაგავს, ვერ გეტყვით და აი ეს ტერიტორია, თუმცა აქ კიდე არის ერთი ტერიტორია და ეს ბოქლომით არის დაკეტილი. აქაც საწარმოა, მაგრამ იცი? იქ საწარმოა, მაგრამ ჩაკეტილი. აქაც რაღაც საამქროა, იქ არ ვიცი რას აკეთებენ, ალბათ აი ზუსტად იმ კამფეტებს აქ აკეთებენ, ამათი საწარმოა, ყოველ შემთხვევაში ერთ ტერიტორიაზეც ჩანს რა საშინელი მდგომარეობაა. ეს რა არის? აი ეს რა არის? არ იცით? რატო ხო თქვენ ხო ყველაფერი იცით? ეს არ იცით? მოცეთ წინსაფრის ამბავი ძალიან დაწვრილებით მომიყევით და ამის ამბავი არ იცით? არ იცით რა არის? არ იცის, ნახეთ, წინსაფარზე იცოდა ყველაფერი, ამაზე არაფერი არ იცი. მოდით აი ამას გადავიღებ ახლა. და ხმას არ ამოვიღებ, რომ არ მითხრან, რომ დეზინფორმაციას ვავრცელებ. იმაზე, რომ წინსაფარი უბინძურესი. აი ეს იყო ოდესღაც პროდუქტი. ალბათ სავარაუდოდ გადასაგდებია, მაგრამ რატო უნდა იდოს აქ საუკუნე? როდესაც უკვე ობიკი არა, აი რაღაც ხაზიზღრობა აქვს ზემოდან, აი არ ვიცი რა არის ეს. უბრალოდ მინდა გაჩვენოთ. აი ეს პროდუქტთან დევს, ხო? ეს რაღაც თხილია, არ ვიცი, ნუშია თუ რა არის, თუ კურკაა, მე მგონი კურკას უფრო გავს და აი ნახეთ, აი აქაც რაღაცა ნარჩენები ჩამლპალი. აი ნახეთ. აი ეს დამპალი ნარჩენები. აქვე დევს სუფთა ჭურჭელი, აი ეს ჭურჭელი სუფთაა ნამდვილად, ქვაბები. აქვე რაღაცა დაჟანგული, არ ვიცი, ბინძური, დამტვერილი ინვენტარია, ჭურჭელია. აი ყველაფერი ერთად არის. მაცივარი, სადაც დევს ჭურჭელი და აქვე არის ფეხსაცმელი. ნაგავი და პროდუქტი არის ერთად და აი
პროდუქტი, რომელსაც შემდეგ გაყიდიან, აი, კანფეტი, კოწახურის კარამელი. ინდ მეწარმე ხათუნა ბეროლავა, აი, წარმოებელი. ცხვენოდეთ ესეთ პროდუქციას, რომ უშვებთ და შემდეგ სავაჭრო ქსელში გადის ეს პროდუქცია და ვიღაცა შემოდის, არ ვიცი, მეზობელია თუ თვითონ არის მფლობელი და გვეჩხუბება და ყვირის და თქვენ დეზინფორმაციას ავცლებთ. აი, რაც ვნახეთ, ეს გაჩვენებთ თქვენ. ყველაფერი კამერით არის გადაღებული. აქ რაც ხდება, ეს არის დანაშაული, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და აუცილებლად აქ მოღვაწე ბიზნეს ოპერატორი უნდა დაისაჯოს.